გორში მედია ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და უფლებადამცველებმა ქვეყანაში განვითარებული პროცესები მიმოიხილეს და ამ ფონზე მედიის საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ასევე ნეო-ტივის წარმომადგენლებმა და მსწრებს საკუთარი ვებგვერდი გააცნეს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ პერიოდულად კვლევები ქვეყნდება. მოწვეული ყავდა ასევე აქტიური საზოგადოება ამ რეგიონში და მათი დაინტერესებაც და მათი შეკითხვებიც ეხებოდა იმას, თუ როგორ შეგვიძლია ამ პირობებში საქმიანობა გავაგრძელოთ, რა როლი აქვს მოქალაქეს იმისთვის, რომ რაღაცა ხარისხით მაინც შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში დემოკრატია, ვის რა როლი გვაქვს ამ სიტუაციაში და ზოგადად როგორ უნდა ვიმოქმედოთ შემზღუდავი კანონების პირობებში და რაში არის გამოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნა თუ რატომ არის დემოკრატია საჭირო, რატომ არის ადამიანების უფლებების დაცვის მხარდაჭერა აუცილებელი, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და როგორ შეგვიძლია, რომ ეს მხარდაჭერა და ეს კომუნიკაციები საბოლოოდ სამომავლოდ შევაჯეროთ და ერთობლივი ძალებით დავიცვათ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლება. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება არსებულ ვითარებაში მოქალაქის როლზე გაამახვილეს. მათი განმარტებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად და დემოკრატიის ხარისხის გადასარჩენად სწორედ მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიტიკული აზრის მიმართ აგრესია თუ ზეწოლა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე დემოკრატიულ განვითარებას. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს ის მიმდინარე სიტუაცია, რაც დღესდღეობით ხდება და ამიტომ მნიშვნელოვანი არის პირველი ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიტანოთ ხალხთან, იმისთვის რომ უფრო უკეთესად მოხდეს არსებული სიტუაციის შესახებ აღქმა, ანუ მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებამ სწორად და არა ისე როგორც მიეწოდება პროპაგანდისტული მედიების საშუალებით და მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანის უფლებები ჩვენ ქვეყანაში იქნეს დაცული და ამისთვის ყველა ორგანიზაცია, ყველა თითოეული ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული. ვერ ვიტყვი, რომ დღეს საზოგადოება ბოლომდე ინფორმირებულია, იმიტომ რომ საზოგადოება გახლეჩილ და დაპირისპირებულ საზოგადოებასთან ერთად სამწუხაროდ მედიაშიც დიდი უმრავლესობა ასია. ორ ბანაკად გაყოფილი მედია და აღარ რჩება დრო, აღარ რჩება სივრცე იმისთვის, რომ მიიღოს ხარისხიანი ჟურნალისტიკა, ხარისხიანი პროდუქტი დაინტერესებულმა საზოგადოებამ. მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობების არენად იქცა ქართული მედია. სადაც რაღაცნაირად დაბრუნდება თავის კალაპოტში ცხოვრებაც, სამოქალაქო საზოგადოებაც, პოლიტიკაც. აი ზუსტად მაგ დროს უნდა დადგეს პროფესიონალური და ხარისხიანი ჟურნალისტიკის და აი ამ პროდუქციის დრო. დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით მსგავსი შეხვედრები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მედიასა და საზოგადოებას შორის დობის დონე კლებულობს. სწორედ ამიტომ ნეო-ტივის გუნდი აპირებს, რომ მომავალშიც გააგრძელოს მსგავსი ფორმატის დიალოგების ორგანიზება.